კიევი 2013 წლის დეკემბერი. რა მოლოდინი, როგორი გეგმები ჰქონდათ უკრაინის მოქალაქეებს ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით და როგორ გავს ეს ვითარება საქართველოს. ჩვენ გვინდა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, რადგან ისინი ჩვენ ფულს მოგცემენ საკუთარი წარმოების განსავითარებლად. კი მაგრამ ევროკავშირს პირობა არ მოუწია, რომ უკრაინას კომპენსაციით უზრუნველყოფს. არც გჭირდება კომპენსაციები, თუ ამ ფორმით არა, მაშინ ინვესტიციების სახით. გესმით, ეს აუცილებლად მოხდება, მაგრამ ამაზე ხომ მათ არაფერი უთქვამთ. არაფერი უთქვამთ, თუმცა ამაზე სიტყვიერი შეთანხმება მოხდა. გესმით, მე მინდა ევროპა, რადგან იქ ახალი ტექნოლოგიებია, რადგან იქ დემოკრატია, რადგან იქ გამართული მართლმსაჯულების სისტემაა. რა მოხდება თუ პენსიების დარიგებას შეგიწყვეტენ? კარგით რა, ვისი გჯერათ? მე მინდა რომ ჩემს 12, 15 და 17 წლის შვილებს ჰქონდეთ შესაძლებლობა ავტობუსში ან თვითმფრინავში ჩასხდნენ და ხვალ ლონდონში, ზეკი პარიზში გაფრინდნენ. უპირველესად შეგვეძლება ევროპაში მოგზაურობა და მუშაობა. მონაწილეობის მიღება შევძლებთ სხვადასხვა ევროპულ პროექტში. ამასთანავე ევროპისგან მივიღებთ დიდ ფინანსურ დახმარებებს. უპირველესად ეს ახალგაზრდობისთვის იქნება სასარგებლო. ისინი თავისუფლად შეძლებენ ევროპაში გადაადგილებას. მაგრამ ასოცირების ხელშეკრულებაში არაფერი წერია სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე. რომელ ხელშეკრულებას გულისხმობთ? ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. იქ არ წერია, რომ მისი ამოქმედების შემთხვევაში უკრაინისთვის სავიზო რეჟიმი გაუქმდება. რა თქმა უნდა წერია, დარწმუნებული ვარ. სად? ნათქვამია. ხელშეკრულება არ წაგეკითხავთ? წამეკითხავს. ჩვენ არ დავწყნარდებით. უფრო და უფრო მეტი ხალხი უერთდება ჩვენს პროტესტს. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.